პარალელურად თეა წულუკიანის და საგამოძიებო კომისიის სხვა წევრების გამოკითხვას ითხოვს ლელო. მათი განცხადებით ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ აღსჯულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს შეკითხვები. ადვოკატის განცხადებით თეა წულუკიანი და კომისიის სხვა წევრები ფლობენ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისთვის. ძლიერი საქართველოს წევრების თქმით, იმ შემთხვევაში თუ ახსნა განმარტებაზე აღნიშნული პირები უარს იტყვიან, მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე მათ გამოკითხვას მოითხოვენ. თეა წულუკიანი არის ის პიროვნება და ასევე კომისიის წევრები, რომლებიც ფლობენ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც სავალდებულოდ აუცილებელია სისხლის სამართლის საქმეზე. გამომდინარე აქედან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე მივმართეთ მათ, რომ გამოკითხვა მოხდეს ამ ადამიანების ნებაყოფლობით, რა თქმა უნდა, თუ ისინი განაცხადებენ უარს, ამ შემთხვევაში ჩვენ შუამდგომლობით მივმართავთ სასამართლოს, როდესაც ისინი იქნან დაკითხული მაგისტრატ მოსამართლესთან. საგამოძიებო კომისიამ კანონის დარღვევით მოახდინა ჩვენი პარტიის ლელო ძლიერი საქართველოს დამფუძნებლების და ლიდერების მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დაბარება კომისიის ხდომაზე და არ გამოცხადების შემდეგ მიმართა უშუალოდ თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა საქართველოს პროკურატურას მასზეც, რომ დაწყებულიყო გამოძიება. ჩვენ დღეს მოვედით იმისათვის, რომ ჩავაბარეთ ჩვენი განცხადება მასთან დაკავშირებით, რომ კომისიის თავმჯდომარემ და კომისიის წევრებმა გააკეთონ ახსნა განმარტებები იმ გარემოებების შესახებ, რაც მათ იციან და ჩვენთვის არის საინტერესო.